კრუციმუგელი, ავსტრიული ზღაპარი. იყო ერთი უცოლო ხელმწიფე, ძალიან უდოდა ცოლის შერთვა. არ იკითხავთ სადედოფლოს როგორც ნატრობდა, თმა და თვალები კუპრივით შავი უნდა ჰქონოდა. საიდან აღარ მოაწყდნენ ქალიშვილების სასახლეს, მაგრამ კუპრივით შავთმიანი და შავთვალებიანი არც ერთი იყო. ვერ იქნა და ვერ იპოვა ხელმწიფემ სადედოფლო. ერთხელ ტყიდან ქალაქში მენახშირე ჩამოვიდა და თან თავის ქალიშვილი ჩამოიყვანა. მენახშირის ქალიშვილს კუპრივით შავი და თვალები ჰქონდა. მამაშვილმა გაიგო, რასაც ქალაქში ხალხი ლაპარაკობდა, ხელმწიფე შავთმიან და შავთვალა სადედოფლოს ეძებსო. მენახშირის ქალიშვილმა მამას უთხრა: მამა, შეიძლება ხელმწიფესთან წავიდე? მამას გაეცინა: ვის გაუგონია მენახშირის ქალიშვილი, როდესმე დედოფალი გამხდარიყოსო. ქალიშვილს მამისთვის სიტყვა აღარ შეუბრუნებია. გასწია სასახლისაკენ. გზაში კი ერთი ჯუჯა ბერიკაცი შემოხვდა. ჯუჯამ უთხრა: გოგონა, რას მიწყალობებ დედოფალი, როცა გახდებიო? მე რა მაბადია შენ რომ გიწყალობო, მიუგო გოგონამ. ჯუჯა ბერიკაცმა უპასუხა: შენ უეჭველას დედოფალი გახდები, 3 წელიწადი რომ გავამოვალ და ჩემს სახელს გკითხავ. კარგად დაიხსომე, კრუციმუგელი მქვია. დაიხსომე კარგად, ზუსტად. რით ხარ სხვაზე ნაკლები, მაგრამ თუ კი დაგავიწყდა, უმალ ჩემი გახდები. მენახშირის ქალიშვილმა უთხრა: შენ სახელს რა დამავიწყებს, მადლობელი ვარ შენი კრუციმუგელო. გოგონა მივიდა სასახლეში. ხელმწიფემ რომ დაინახა მენახშირის ქალიშვილს კუპრივით შავით და თვალები ჰქონდა, მაშინვე დედოფლად დაისვა. ბედნიერებასა და სიამტკბილობაში განვლო ერთმა წელმა. ბედნიერად გაატარეს მეორე წელიც და დადგა მესამე. ახალგაზრდა დედოფალი დარდიანი და დაღონებული იჯდა. ბერიკაცმა ხომ უთხრა: დაიხსომე, კრუციმუგელი მქვიაო, მაგრამ თუ დაგავიწყდება, ჩემი გახდებიო. ხოდასაცაა ეს ბერიკაცი უნდა მოსულიყო. ახირებული სახელი ერქვა და როგორ დაავიწყდა? არადა ხომ უთხრა: დაიხსომე კარგად, ზუსტად. რით ხარ სხვაზე ნაკლები, მაგრამ თუ კი დაგავიწყდა, უმალ ჩემი გახდები. ბერიკაცის სახელი დავიწყებოდა, აღარ ახსოვდა ჯუჯის სახელი და ამას დაეღონებინა ყმაწვილი დედოფალი. ხელმწიფე ეკითხებოდა: ჩემო საყვარელო დედოფალო, მაგ კუპრივით შავ თვალებში რა ნაღველი ჩაგდგომიაო? ჩემო საყვარელო ხელმწიფე, ვერ გეტყვი, კუპრივით შავ თვალებში რა ნაღველი ჩამდგომია, მიუგო დედოფალმა. არავის შეეძლო დედოფლის შველა. ყველა მოიწყინა. ძაღლს აღარ უნდოდა კუდის გიცინიკა და აღარ კრუტუნებდა, ცხენი აღარ ჭიხვინებდა, ცეცხლი აღარ ბრიალებდა. მსახურები თითის წვერებზე დადიოდნენ. წყნარად, ჩვენი დედოფალი მოწყენილია, ჩურჩულებდნენ ისინი. ამასობაში მესამე წელიწადიც მიიწურა და ერთ დღეს ხელმწიფის მონადირე ტყეში წავიდა. ნადირმა გაიტყუა და თანდათან ღრმად შევიდა ტყეში. უცებ ხის ტოტებ ქვეშ გაშახებული ცეცხლი დაინახა. ფეხაკრებით მიუახლოვდა და იცით რა ნახა? ამას ჩვენს ახალგაზრდა დედოფალს მოვუყვები და იქნებ გავაცინო, გაიფიქრა მონადირემ. მონადირემ დაინახა ჯუჯა კაცი ცეცხლის გარშემო ტრიალებდა და გახარებული მღეროდა: კარგია, ძლიერ კარგია, ალბათ გაიხსენებს გვიან. ჯერ კი დედოფალმა არ იცის, კრუციმუგელი რომ მქვია. მონადირე დაბრუნდა სასახლეში და დედოფალს მოუყვა, რაც ტყეში ნახა. ყმაწვილმა დედოფალმა სიცილი და ხტუნვა დაიწყო. არა, ამას ვერასდროს დავიჯერებდიო, გაიფიქრა მონადირემ, მაგრამ ტალერების სავსე ქისამ კი ძალიან გაახარა. მეორე დღეს, მესამე წელიც რომ მიიწურა, ჯუჯა ბერიკაცი მოვიდა დედოფალთან. აბა, კუპრივით შავთმიანო და შავთვალა ყმაწვილო დედოფალო, ჩემი სახელი ხომ არ დაგვიწყებია? 3-ჯერ გაძლევ გახსენების ნებასო. დედოფალმა უთხრა: ასე მგონია, შტეფელი გქვიაო. ოჰო, დაიყვირა ჯუჯა ბერიკაცმა და სიხარულისგან შეხტა: შტეფელი არ მქვიაო. იქნებ ფაიტლს გეძახიანო? ოლოლო, შენ ვერ გამოიცანიო, მიუგო ჯუჯამ. ყმაწვილმა დედოფალმა ახლა კი მშვიდი სერიოზული სახე მიიღო და უთხრა: მაშინ კრუციმუგელი გქვიაო. კრუციმუგელს ამის გაგონებაზე საშინელი ყვირილი აღმოხდა. ერთი ისკუპა, გაარღვია კედელი და მოცოცხა იქიდან. კედელში კი უზარმაზარი ხვრელი დარჩა. რა მოჰყვა ამას? არაფერი. იმის შემდეგ დედოფალი გამხიარულდა, იცინოდა ხტუნავდა, მღეროდა და ცეკვავდა. ძაღლმაც მოირბინა ხტუნვა ხტუნვის და კუდის გიცინით. კატაც შემოკუნდრუშდა და აკრუტუნდა. ცხენმაც ტორები დასცხო მიწას და აჭიხვინდა. ცეცხლი აბრიალდა და მისი ენები მაღლა აიჭრა ბუხრის მილში. კეთილმა ხელმწიფემ კი თქვა: ნამდვილი ცხოვრება მაშინ იწყება, დედოფალს კუპრივით შავი თვალები როცა უბწყინავსო.